სამურავი მარველის საკულტო პერსონაჟი, რომელიც არავის და არაფერს აძლევს უფლებას, რომ მოკლან. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იდგება მის წინ და რა საშუალებას გამოიყენებენ მის მოსაკლავად. ტყვიას, რომელსაც პირდაპირ შუბლში დააჭედებენ, ატომურ ბომბს გამოიყენებენ ჰიროსიმას და ნაგასაკის ასაფეთქებლად, რასაც მხოლოდ სამურავი და იაშიდა გადაურჩებიან, სამურაის מחვილით სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებენ, ერთ-ერთ კომიქსში ჰალკი ორ ნაწილადაც კი გლიჯავს ვულვერინს და ფანიშერი ასფალტის დასაგები მანქანითაც კი გადაულის მას. შედეგი უცვლელია. ლოგანი ისეთივე სახსალამად და ჯანმრთელი რჩება, როგორიც ახალ დაბადებული ბავშვია. თუმცა მე გეტყვით, რომ ყველა ვინც ლოგანის მოკვლას სცადა, არ და ვერ გაითვალისწინა ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საქმეს ბევრად უფრო გაამარტივებდა. მოგესალმებით ფილმის თეორიის ვიდეოში და დღეს შევეცდებით ავხსნათ თუ როგორ მოვკლათ სამურავი. ხო, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მარველს ფლად საამაყო და მისაბაძი პერიოდი არ უდგას. ძალიან ბევრმა პროექტმა და სატელევიზიო შოუმ გაგვიცრუა იმედები, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ გამოვიდა დედპულის და ვულვერინის პროექტი, რომელზეც ტრადიციულად გავაკეთე განხილვა, რომელიც თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ არხზე მოიძიოთ და ნახოთ. ფილმმა ამდენი წლის შემდგომ, თუ არ ჩავთვლით X-Men Origins ფილმს, როგორც იქნა მოგვცა ორი საკულტო გმირის, დედპულის და სამურავის საერთო თავგადასავალი და ეკრანზე გვიჩვენა ორი პერსონაჟის იდეალური ქიმია. თუმცა ამ ვიდეოში აღარ ვაპირებ ამ ფილმის დადებით მხარეებზე საუბარს. დღევანდელ ვიდეოში, როგორც მიხვდით, შევეცდებით თეორიის დონეზე დავამტკიცოთ, რომ ყველაფრის მიუხედავად სამურავის მოკლა შესაძლებელია და თუ როგორ ამას ვიდეოს ბოლოს გვპირდებით, რომ ამომწურავად გაიგებთ. სამურავი გამოირჩევა ორი განსაკუთრებული უნარით, რომელიც მას მარველის სამყაროში პრაქტიკულად ერთ-ერთ დაუმარცხებელ პერსონაჟად აქცევს. ესენია რეგენერაციის განსაკუთრებული უნარი, რომლითაც ყველა ჭრილობას მომენტალურად იხორცებს და ადამანტიუმის ჩონჩხი, რომელიც პრაქტიკულად უტეხია, რაც შეუძლებელს ხდის ლოგანისთვის კიდურების მოტეხვას. მაგრამ თუ ჩვენი სხეულის ანატომიას და მეცნიერულ თავისებურებებს გადავხედავთ, თუ შეგვიძლია ვიპოვოთ გზა, რომ ლოგანის რეგენერაციის უნარი შევასუსტოთ ან გავანადგუროთ. თუ აუცილებელია, რომ თანოსივით 6-ვე უსასრულობის ქვა შევაგროვოთ და იგი არსებობიდან გავაქროთ. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, მე ვიპოვე ლოგანის ისეთი სისუსტე, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით შოქში ჩამაგდო. წარმოვიდგინოთ, რომ ლოგანის მოკლა გვინდა. რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ მასთან ბრძოლის პროცესში. როგორც უკვე აღვნიშნე, ლოგანის ორ დიდ უპირატესობას წარმოადგენს ადამანტიუმის ჩონჩხი და მომენტალური განკურნების უნარი. მოდი დავიწყოთ ადამანტიუმის ჩონჩხით. სამურავის ერთ-ერთ სოლო ფილმში ვნახეთ, რომ სტრაიკერმა მას სხეულში შეუყვანა მდნარი სახით ადამანტიუმის ნივთიერება, რომელიც წყალში მომენტალურად გამაგრდა და ლოგანს მისცა პრაქტიკულად უტეხი ძვლოვანი სისტემა. ერთადერთი რამაც კინოეკრანებზე ლოგანის ადამანტიუმი გაჭრა, ეს იყო თავად გაცხელებული ადამანტიუმი სამურავის 2014 წლის სოლო ფილმში, როდესაც იაშიდა დიდ რობოტს აწყობს და ლოგანს უპირისპირდება. ამის შემდგომ ლოგანს სხეულიდან არა მეტალის, არამედ ჩვეულებრივი ძვლის სტრუქტურის დანები ამოსდის. როგორც მომდევნო ფილმებში ვხედავთ, მაგალითად ლოგანის ფილმში, ადამანტიუმი არც ისეთი ძლიერი და გაუტეხავი ყოფილა, როგორიც გვეგონა. როგორც ლოგანის ფილმში, ერთ-ერთი ექიმი ხსნის, მის ორგანიზმში არის რაღაც, რაც მას სწამლავს. ეს ლოგანისთვის ცუდი ამბავია, რადგან როგორც ამბობენ, მის ორგანიზმს ადამანტიუმი ისევე წამლავს, როგორც მაგალითად ტყვიას შეუძლია ორგანიზმის მოწამვლა. ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის დროს ტყვის ნივთიერებას სვივა ნაწილაკები, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით მოძრაობს ორგანიზმში და ისინი იდეალური სიზუსტით ანაცვლებენ კალციუმის ნივთიერებას, რომელსაც დიდი როლი აქვს ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციონირებაში. ისინი ილექება ძვლებსა და ტვინში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მენტალურ გაუარესებას, ძვლების სისუსტეს და ანემიას. მაგრამ როგორც გვეუბნებიან, ადამანტიუმი აბსოლუტურად უტეხი მეტალია. მისი მთავარი აზრი ამაში მდგომარეობს. ამიტომ ის ლოგანის ორგანიზმს ვერ მოწამლავს, რადგან ტყვიისგან განსხვავებით ადამანტიუმს არ გასწვია ნაწილაკები, რომლებიც სისხლის მეშვეობით ორგანიზმში დაიწყებენ მოძრაობას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამანტიუმი ორგანიზმისთვის მისაღები ნივთიერებაა და ფაქტობრივად შეუმჩნეველია იმუნური სისტემისთვის, ისევე როგორც მენჯის ან სახსრის ჩანაცვლება.
და თუ ლოგანის ფილმში მაინც გვეუბნებიან, რომ ლოგანს ადამანტიუმი წამლავს, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ნამდვილი ადამანტიუმი. მისი ორგანიზმი რაღაც სხვა ნივთიერებით უნდა იყოს დაფარული, უფრო სუსტი ადამანტიუმის ნაერთით. საბედნიეროდ ამაზე პასუხი კომიქსებში მოიპოვება და ეს არის ბეტა ადამანტიუმი. მარტივად რომ ვთქვათ, ნამდვილი ადამანტიუმის გარე ბიძაშვილი, რომელიც უფრო სუსტია და შედგება ძვლისა და ადამანტიუმის ნაერთისგან. მოკლედ, ეს არის ადამანტიუმის შენადნობი, რომელიც შედგება ადამანტიუმისგან, ცილისგან და კალციუმისგან, რომელიც ბუნებრივია ჩვეულებრივ ადამანტიუმზე უფრო სუსტია, რომელსაც სვივა მოძველებული ნაწილაკები და ისინი წამლავენ ლოგანს. ოდესმე ერთი წუთით მაინც დაფიქრებულ ხართ, როგორ წარმოქმნის ლოგანის ორგანიზმის სისხლის ახალ უჯრედებს. ამაზე არც მე მიფიქრია. ძვლებს საყრდენის გარდა სხეულისთვის სხვა ფუნქციაც გააჩნია, მაგალითად სისხლის წარმოქმნის ფუნქცია. ძვლის ტვინში წარმოიქმნება სისხლის ნაწილაკები. იმისათვის, რომ ორგანიზმმა წარმოქმნას სისხლი, მას სჭირდება ჰაერი და სხვადასხვა ნუტრიენტები, მაგრამ თუ ძვლები თავიდან ბოლომდე დაფარული იქნება ადამანტიუმით, რომელიც უტეხი მეტალია, ის სისხლის ნაწილაკები, რომელიც ძვალში წარმოიქმნება, გარეთ ვერ გამოაღწევენ, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი ახალი სისხლით ვერ მომარაგდება და ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ლოგანი ბრძოლისას საკმაოდ დიდი რაოდენობით სისხლს კარგავს. მაგრამ აი თუ ლოგანის სხეულში ადამანტიუმის მაგივრად ზემოთხსენებული ბეტა ადამანტიუმი იქნება, რომელიც უტეხი არ არის, ამ შემთხვევაში სისხლის ნაწილაკები შეძლებენ ძვლიდან ორგანიზმში მოხვედრას. ხო, ანუ ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ მოვკლათ სამურავი? არამც და არამც. როგორც ჩვენ ლოგანის ფილმში ვნახეთ, ლოგანის რეგენერაციის უნარის დაკარგვის მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მუტანტების გენების განკურნების ანტიდოტი სახელმწიფო სიმინდის მარცვლეულში გაუშვა. სიმინდის მარცვლეული კი ვისკის და უფრო კონკრეტულად ბურბონის შემადგენლობაში საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. როგორც ასევე ვნახეთ, ლოგანი ფილმში საკმაოდ დიდი რაოდენობით ვისკის სვავს. ასე რომ თეორიის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის თავადვე იკლავდა რეგენერაციის უნარს ვისკის ზედოზირებული სმით. თავს ვერ დავდებ, რომ ის აუცილებლად ბურბონს სვავდა, მაგრამ თეორიულად ეს ნამდვილად შესაძლებელია. ახლა, როგორ გავუქროთ ლოგანს ეს ზებუნებრივი უნარი, რომელიც ყველა ჭრილობიდან თავის დაძვრენას და შეხორცების შესაძლებლობას აძლევს. როგორც გითხარით, ის ფილმებშიც კი გადაურჩა ტყვიით, ხმლით დაჭრას, ატომურ აფეთქებას, რომლის დროსაც მისი სხეულის უმცირესი თმის ნაწილაკებიც კი ადგა. ალბათ ჩარლზ ქსავიერს შეშურდებოდა მისი. მაგრამ რეალურად არის კი მისი აღდგენის უნარი ისეთი ძლიერი, როგორც ინტერნეტში გვიჩვენებენ. ის მოსაზრებაც კი არსებობს, რომ ლოგანს ერთი სისხლის წვეთიდანაც კი შეუძლია აღდგენა და დიახ, ვიცი რომ ეს კომიქსებში მოხდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კომიქსში ლოგანის უნარები საგრძნობლად იყო გაძლიერებული მაგიური კრისტალის მეშვეობით. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ლოგანს სისხლის ერთი წვეთიდან აღდგენა არ შეუძლია. ეს არაერთხელ დამტკიცდა, როდესაც სამურავი რამდენჯერმე მოკვდა კომიქსებში. მაგალითად, მომავლის განვლილი დღეების კომიქსში რკინის მცველები ცეცხლის ბლასტით კლავენ სამურავს, ისევე როგორც ფანიშერი, რომელმაც ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით თითქმის მთლიანად დაწვა ლოგანის სხეული. რაც იმას ნიშნავს, რომ სამურავის რეგენერაციის უნარი არ არის იდეალური და დაუმარცხებელი და მისი დამარცხების გზა გაცილებით ადვილია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და მისი მოტანა ამ წამსვე შეგიძლიათ ჭიქაში წყლის ავსებით. რეგენერაციის უნარი მოითხოვს ჟანგბადს იმისათვის, რომ იმუშავოს. კომიქსებში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამურავის შვილი, რომელსაც მამის მსგავსად ასევე რეგენერაციის უნარი აქვს, მოკვდა, იყო მომენტი, როდესაც ის წყალში დაიხრჯო. რეალურ სამყაროში ჭრილობის შეხორცებას აუცილებლად ჭირდება ჟანგბადი, ისევე როგორც უჯრედების აქტივაციას და არასასურველი ბაქტერიებთან ბრძოლას. ერთადერთი შემთხვევა, როცა 616 პრაიმ მარველის სამყაროს სამურავი მოკვდა, ეს იყო, როდესაც ვულვერინს გადაესხა გამდნარი ადამანტიუმი, რომელიც მზეზე გამაგრდა და ლოგანი ჩვეულებრივ ქანდაკებად აქცია, რომელსაც არ შეეძლო სუნთქვა და ჟანგბადის არარსებობით იგი უბრალოდ დაიღუპა. მაგრამ თქვენ სულ არ გჭირდებათ ადამანტიუმი გადაასხათ ლოგანს, რომ მოკლათ ის. ამისათვის უბრალოდ წყალიც კი გამოდგება. მიზეზი, რატომაც ადამიანი იღუპება დახრჩობისას, არის ასფიქსია, რა დროსაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რომ იფუნქციონიროს, რა დროსაც უჯრედები განიცდიან ამ ჟანგბადის ნაკლებობას, ვეღარ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და უბრალოდ ითიშებიან, მათ შორის ტვინიც, რაც შემდგომ გულის გაჩერებას იწვევს. აქედან გამომდინარე, თეორიულად თუ ვიმსჯელებთ ლოგანის მოსაკლავად, თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ, რომ ის ზღვაში ან ოკეანეში ჩააგდოთ.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სამურავს ადამანტიუმის ჩონჩხი აქვს, მისთვის გამოცურვა დამატებით დაბრკოლებას და სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსებში ლოგანს ცურვა შეუძლია, მისი გაზრდილი მოცულობა ტივტივის შესაძლებლობას ნამდვილად არ მისდევს. მით უმეტეს, რომ მარველის ოფიციალური საიტის მიხედვით ლოგანის ჩონჩხის წონა დაახლოებით 300 lbs, ანუ მიახლოებით 136 კილოგრამს შეადგენს. აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ჰიუ ჯეკმანის სამურავი, რომელსაც ჩვენ კინოეკრანებზე უკვე 20 წელზე მეტია ვხედავთ, კომიქსების სამურავთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ორგანიზმს უფრო დიდი ჩონჩხი აქვს, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი ადამანტიუმი აქვს და სჭირდება ჩონჩხის დასაფარად. ამ ყველაფერს კი მივყავარ დასკვნამდე, რომ ჰიუ ჯეკმანის ვულვერინის მოცულობა კიდევ უფრო დიდია, რაც მეტად ართულებს მისთვის ცურვის და ტივტივის პროცესს. ხოლო რაც შეეხება სამურავის სხვა ვერსიებს, რომლებიც შედარებით დაბლები არიან და მათი მოცულობაც ნაკლებია, მათ შემთხვევაში საქმეს ბევრად ამარტივებს დამატებითი წონა, რომელსაც სამურავს ჩამოუკიდებთ და ისე ჩავძირავთ წყალში. შეიძლება იკითხოთ, ხო, მაგრამ თუ ვულვერინს ისევ აღუდგება ჟანგბადის მიწოდება, მაშინ ის ჩვეულებრივ იცოცხლებს. ხომ ასეა? სამართლიანი შეკითხვაა. ერთ-ერთ კომიქსში, რომელსაც ეწოდება თეთრი, შავი და სისხლი, ან შავი, თეთრი და სისხლი, ლოგანი ამბობს, რომ თუ იგი სისხლის დაკარგვისგან გონებას დაკარგავს და წყალში ჩაიძირება, იგი დაიხრჩობა, მაგრამ რეგენერაციის უნარი გააცოცხლებს და კვლავ და კვლავ იტრიალებს ამ სიკვდილისა და გაცოცხლების დაწყევლილ წრეში. მე ვფიქრობ, ეს ბედი სიკვდილზე ბევრად უარესია, როდესაც უსასრულოდ იღუპები და ცოცხლდები ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში. ეს არ არის სიკვდილი, რომელიც ჩვენ გვინდა, რადგან ლოგანი ტექნიკურად მაინც ცოცხალია. თუმცა, როგორც წეღან თქვით, ჟანგბადი აუცილებელი კომპონენტია რეგენერაციისთვის. შესაბამისად, წყალში ჟანგბადის გარეშე მისი რეგენერაცია უბრალოდ არ მოხდება და სამურავი წყალში გაიხრწნება ოკეანის ბინადრებთან ერთად. ნელ-ნელა დაიშლება და აღარ დარჩება უჯრედები, რომლებიც უნდა აღდგეს და სულ რომ მიწაზე დააბრუნონ, უბრალოდ აღარ იქნება აღარაფერი, რის აღდგენასაც ჟანგბადის მიწოდება უშველის. რაც თითქმის მოახერხა მაგნეტომ მომავლის განვლილი დღეების ფილმში, როდესაც ლოგანი რკინების მეშვეობით წყალში ჩაძირა. ამიტომ ყველა ბოროტმოქმედს, რომელსაც ლოგანის მოკლა უცდია, სამწუხაროდ არ გაუთვალისწინებია ეს ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ლოგანის მოსაკლავად უბრალოდ წყლით სავსე აბაზანაც კმარა. მაგრამ ეს ხომ უბრალოდ თეორიაა, მეგობრებო. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, თუ ასეა მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასევე დაელოდეთ ახალ ვიდეოებს, ჩვენ შევხვდებით სულ მალე ახალი იდეებით, დროებით.